ერთი სტუმარი ყავს სტუდიაში ლაშა პატარაია უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი. საღამოშიდობისა ლაშა, მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. პრინციპში თქვენს იმავეს კითხავდით ინტერვიუს დასაწყისში. იყო თუ არ რაიმე ხარვეზი სპეცოპერაციის დაგეგმვისას თუ მიიჩნევთ რომ ამ ეტაპზე ამ საკითხის შესახებ არ არის მიზანშეწონილი საუბარი. პირველ რიგში მინდა ღრმა წუხარება გამოხატო და სამძიმარი გამოუცხადო დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს და აქვე წარმატებული გამოჯანმრთელება უსურვა მათ ვინ დაიჭრა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. რაც შეეხება ოპერატიულ ტაქტიკურ დონეზე შეფასება, ასე ვთქვათ, მთლიანი ღონისძიების ვერ იქნება სწორი, იმიტომ რომ არის გარკვეული ფაქტები, რომლებზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგალითად ის, რომ წარმატებით მოხდა სამოქალაქო პირების ევაკუაცია პრობლემური ადგილებიდან და მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. და რაც შეეხება უშუალოდ იქ ადგილობრივ ტაქტიკურ, ასე ვთქვათ, ასპექტებს, ამის შეფასება ვერ იქნება სწორი მესამე მხარის მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ეს განპირობებული იყო ადგილობრივი ოპერატიული ვითარებიდან, რომელიც არსებობდა უშუალოდ ტერიტორიაზე. ლაშა, რაც შეეხება იმის შესახებ ინფორმაციას, რომ ჩვენ საქმე გქონდათ სამართალდამცველებს საკმაოდ სერიოზულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან და სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებთან. აი ეს ცნობა საქართველოსთვის რამდენად ზიანის შემცველია საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯის თვალსაზრისით? ცით რა არის, ტერორიზმს არ გააჩნია საზღვრები და გეოლოკაციები. თანაბრად შეიძლება შეექმნას ნებისმიერ ქვეყანას მიუხედავად მისი განვითარების დონისა ტერორისტული საფრთხე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არ უნდა იყოს პირდაპირი რაიმე დარტყმა ჩვენ საერთაშორისო რეპუტაციაზე და ის რომ ჩვენ წარმატებით გავვართვით, რასაკვირველია, თუ შეიძლება ასე ითქვას, წარმატებით გართმევა იმ თვალსაზრისით, რომ არის მსხვერპლი და არის დაზარალებული ოჯახი, რომელსაც ხვანდელი დღე ძალიან მძიმე იქნება და სხვა რეალობაში იქნებიან, მაგრამ თლიანობაში, რასაც ქვია, შეფასება არის ის, რომ ჩვენ გავვართვით ამ საფრთხეს თავი, ეს საფრთხე იქნა ლოკალიზებული. აყვანილი არის ერთი ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ღირებული, აქტივი იქნება საგამოძიებო სამსახურებისთვის და ამდენად პირდაპირ დარტყმას ჩვენ საერთაშორისო რეპუტაციულ პოზიციონირებაზე მე ვერ ხედავ. ამ სპეცოპერაციამ თქვენი შეფასებით რა აჩვენა? რამდენად მზადყოფნაშია? ცხადია, არავინ ისურვებს, რომ მსგავსი კი არ ვთქვათ, უფრო მცირე მასშტაბის შემთხვევაც ჰქონდეს ქვეყანაში, თუმცა რამდენად მზადყოფნაში არიან შესაბამისი უწყებები ასეთ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რა ტიპის ხარვეზებზე შეიძლება ვისაუბროთ? პრობლემებზე, რომელიც შეიძლება გაითვალისწინონ აი ამ სპეცოპერაციის შემდეგ შესაბამის მოწყობილობაზე. კიდევ ერთხელ მე თავს შევიკავებდი ხარვეზების, ასე ვთქვათ, განხილვაზე, რაც შეეხება უშუალოდ აი იმ რეაქციულ ნაწილში, რაც დღეს მიმდინარეობდა, ანუ თქვენ მოგეხსენებათ, რომ 5 საათზე დაიწყო უკვე ღონისძიება, სადაც უკვე ჩართული იყო სპეცდანიშნულების დანაყოფები. ამ ნაწილზე, ამ ეტაპზე მე არ გავაკეთებ შეფასებას რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ზოგადად მზაობაზე ვისაუბროთ, როგორც ანალიტიკური თვალსაზრისით, რამდენად სწორედ ხდება საფრთხეების შეფასება. თვითონ ეს ღონისძიება ფაქტია თავის შინაარსით, გარკვეულ მისტიკასაც რო უპასუხოთ ამ საკითხების ირგვლივ, პასუხობს იმაზე, რომ ეს იყო ერთგვარი პრევენციული ღონისძიება რაღაცის მიმართ. ანუ ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც გატარდა. ფაქტი არის, რომ არსებობდა რაღაც წინასწარი სადაზვერვო ინფორმაცია შესაბამის სამსახურებისთვისაც, რომლებმაც დაიწყეს სავარაუდოდ გარკვეული ოპერატიული ღონისძიებების გატარება და რაც ამას გამოიწვია მე ამ ტერორისტული დაჯგუფების, სავარაუდოდ ტერორისტების, ასე ვთქვათ, ალარმიზაცია ადგილზე და ამას უკვე მოყვა სიტუაციის ესკალაცია, რაც გადაიზარდა იმაში, რაც დაიწყო 5 საათზე. ანუ გარკვეული მზაობა, გარკვეული ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო კოორდინაცია რასაკვირველია არსებობს, მაგრამ გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კონკრეტული სამართალდამცავი სტრუქტურებისა, ტერორიზმზე როცა არის საუბარი, აქ თანაბარი პასუხისმგებლობა არის ასევე მედიისთვის და ასევე საზოგადოებისთვის. ანუ საზოგადოებას ევალება ის თავის მხრივ, რომ გამოიჩინოს სრული კოორდინაცია, მან შეინარჩუნოს ფხიზელი თვალი და თუ შეამჩნევს რაიმე საეჭვოს შეატყობინოს შესაბამის სამსახურებს და აემორჩილოს მათ მოთხოვნებს, მაგრამ ამ მხრივ მე პრობლემა დღეს ვერ დავინახე, თუმცა ცალსახა იყო პრობლემა კონკრეტული მედია აქტორებისგან,
კონკრეტული პირებისგან, რომლებმაც პირდაპირ ლეტალური საფრთხე შეუქმნა ჩვენი ოფიცრების სიცოცხლის რისკებს. შეგაწყვეტნით, დიახ, სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობდა დღის განმავლობაში მსჯელობა. რამდენად არის საჭირო ასეთ დროს შესაბამისმა უწყებებმა მიუთითონ მედიას როგორ იმოქმედონ, რა ფარგლებში, ასე ვთქვათ. დღეს ფაქტობრივად არ იყო რაიმე კონკრეტული მითითებები, უბრალოდ იყო შემოსაზღვრული პერიმეტრი, რაც ლოგიკური იყო და იმ პერიმეტრს ვერ სცდებოდნენ მედიის წარმომადგენლები. თუმცა ის, რომ თქვათ, მათ არ გადაეღოთ რაიმე კონკრეტული კადრი, ასეთი დათქმა არ ყოფილა და შესაბამისად ეს არის მედიისთვის საკმაოდ მყარი არგუმენტი. მოკლედ, როგორ ხდება ხოლმე ზოგადად ასეთ შემთხვევაში, რომ არ გადაწყდეს მაინც და მაინც მხოლოდ მედიაზე პასუხისმგებლობის ჯოხი? კეთილი. ამ არგუმენტს ვინც იყენებს ხოლმე როგორც წესი, მათი ასე ვთქვათ აპელაციის პრინციპი არის ის, რომ დაშვებულია ყველაფერი ის, რაც აკრძალული არ არის. ანუ არის რიგი პრინციპები, რასაც ესე მკაფიოდ იმ მომენტში, როდესაც ესეთი კრიზისული სიტუაცია ვითარდება, არავინ არ არის ასე ვთქვათ დაცული იმისგან, რომ ის თავისუფლად მთლიანად შეძლებს მთელი პერიმეტრის სრულ კონტროლს და თქვენს ნავიგაციას და მიკრომანეჯმენტს ადგილზე. ეს დამატებითი სტრესი არის სპეცსამსახურისთვის. ამას გარდა მას საევაკუაციო ყავს მოსახლეობა, ამას გარდა ჩასტარებელია ღონისძიება. ამიტომ მათ თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა მედიასთან მიმართებაში. მედიას ისევე როგორც მოქალაქეებს და მედიას განსაკუთრებით ევალება კონდეს ცნობიერება უსაფრთხოების სფეროში. ანუ ის დელეგირებული ჯგუფები, რომლებიც როგორც წესი ერთვებიან ხოლმე მსგავსი ცხელი წერტილებიდან, მათ უნდა კონდეთ გარკვეული მომზადება გავლილი. ეს არის მედიის პასუხისმგებლობა, რომ როგორ მოიქცნენ ამ სიტუაციაში ტერორისტულ ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, ნებისმიერი აქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი და მიზანი არის, რომ იყოს რეზონანსი. ამას ეძახიან CNN-ის ეფექტსაც ტერორისტთა ბრძოლის სფეროში. ანუ მედია გაშუქება, მედია სენსაციონალიზმი ეს მათი ინსტრუმენტია. ამიტომ არ არის ეს ადვილი რასაკვირველია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ეს იყო wake up call, ეგრეთ წოდებული ამ გამოღვიძების და ალარმიზაციის ნიშანი ყველასთვის თანაბრად, როგორც მოქალაქეებისთვის, როგორც სახელმწიფოს და მედიისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ფიქრი გარკვეული უნარების დამუშავებაზე, გარკვეული პრინციპების შეთანხმებაზე, რომ მსგავსი მოვლენების დროს არამც თუ ხელი შეუშალოთ, ან რაღაც კიდევ უფრო უარეს შედეგი არ დავაყენოთ ესეთ დროს. და კიდევ ერთი ვიდრე დაგემშვიდობებით, ასევე არსებობდა შეკითხვები, თქვათ, რამდენად ინტენსიურად უნდა მიეწოდებინათ შესაბამის სტრუქტურებს საზოგადოებისათვის ინფორმაცია. ასეთ დროს არის რეკომენდირებული, თქვათ, ინტენსიური პრესკონფერენციების მოწვევა, მედიასთან კომუნიკაცია. ცხადია, ჩვენს გქონდა ინტერესი და ჩვენი მოვალეობაა მივიღოთ ცნობა და მივაწოდოთ შემდეგ საზოგადოებას, მაგრამ რამდენად არის მიზანშეწონილი. ჩვენ დღის განმავლობაში პრინციპში მხოლოდ ერთი ოფიციალური განცხადება გქონდა სუსის მიერ გავრცელებული. იცით რა არის, მე მესმის მედიის პოზიცია, რომელიც თავიდან ბოლომდე ასახავს მოსახლეობის ინტერესსაც. ანუ თქვენ სვავთ იმ კითხვებს, რაც დღეს მოსახლეობაში ამ მძაფრ, ასე ვთქვათ, ემოციურ ფონზე არსებობს. უმეტესობა თქვენი, ასე ვთქვათ, რესპონდენტების პასუხები იქნებოდა, რომ დავალოდოთ გამოძიების შედეგებს, დავალოდოთ რაღაც დროის გასვლას, მაგრამ ამ შემთხვევაში სად არის ანალიტიკა, სად არის ინფორმაცია, ხო? ამიტომ მე თუ გვექნება საშუალება უპასუხებ იმ ძირითად კითხვებს, რაც დღეს არსებობს. ასაკვირველია შედეგებს რომ დავალოდოთ, გამოჩნდება მკაფიო კონკრეტული აქტორები, კონკრეტული ინტერესები და მოტივები, მაგრამ მანამდე პირველ რიგში უნდა მივმართოთ იმ ძირითად კითხვებს, რომ არ იყოს ეს მძაფრი ემოციური ფონი, უნდა ველოდოთ თუ არა ხვალ რაიმეს განვითარებას ან რასთან ქონდა საქმე. დღეს კლასიკური მეთოდების მიხედვით რაც ხდება, ახლა დიდი ალბათობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის ათვალიერება, მიმდინარეობს ფინანსური ტრანზაქციების გადამოწმება, რომლებიც ქონდათ ყველა ამ აქტორებს, ვინც იქ იყვნენ, ეჭვმიტანილ პირებს, მიმდინარეობს მათი ახლობლების გამოკითხვა და თავად დაკავებული პირის ინტენსიური გამოკითხვა. ეს არის კლასიკური საგამოძიებო ღონისძიებები, რომლის შემდეგაც რასაკვირველი ნათელი მოიფინება. თუმცა ამ ეტაპზე არც ერთ შემთხვევაში ალარმიზაცია მოსახლეობის არ არის საჭირო. ეს ემოციური ფონი უნდა დაიწიოს, იმიტომ რომ მათი ამოცანა არის, რომ ჩვენ ვიყოთ დაძაბულები. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც აერთიანებს ყველა ამ კითხვას. თუ ჩვენ ლაპარაკობთ ტერორიზმის საფრთხეზე საქართველოში, საბედნიეროდ გარკვეული კვლევებით, შეჯერებებით და შეფასებებით ჩვენ არ ველოდებით რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის საქართველოში აქტივობას, რომელიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. შეიძლება სამწუხაროდ იყვნენ მსგავსი ელემენტები, როგორც დღეს გამოჩნდა, მაგრამ მათი ინტერესის სამიზნე არ ვართ საქართველოს მოსახლეობა, ეს გამოჩნდა ღონისძიების დროსაც, მათ პირდაპირ ასე ვთქვათ სამიზნედ არ აურჩევიათ მოსახლეობა, მათ შეუძლია გამოეყენებათ ცოცხალი ფარი, გამოეყენებათ სხვადასხვა ელემენტები, რაც უფრო მეტ შანსს მისცემდა გადარჩენის. ანუ
მათი სამიზნე ჩვენი შეფასებებით არ არის უშუალოდ მოსახლეობა. უბრალოდ ეს ტერიტორია მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, არის ნოყიერი და მიმზიდველი ნიადაგი, ასე ვთქვათ, მსგავსი ორგანიზაციებისთვის. პლუს ვართ ტოლერანტები, უამრავი რამ არის, რაც ფაქტორები ეთნოფსიქოლოგიაში, ადგილობრივ არსებულ რელიეფსა და ეს ყველაფერი მათთვის მომხიბვლელს ხვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენთან მიმართებაში უშუალოდ რაიმე ინტერესებს ატარებენ. ეს რაც უბრალოდ იმას არ ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ და დაუშვათ მათი აქ მოქმედება. ჩვენ პრინციპში სამართალდაცვას სამსახურები ვალდებულები არიან, რომ მაინც აღკვეთონ ეს ყველაფერი, იმუშავონ ინტენსიურად, იმიტომ რომ თუ ეს დღეს არ ვართ ჩვენ მათი სამიზნეები და მომდევნო 5 ან 10 წელიწადში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც რადიკალურად არ შეიცვლება მათ საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ინტერესებში. მოკლედ, აუცილებელია სიფხიზლე და სიმშვიდე, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. ლაშა პატარაია საუბრობდა მაესტროს პირდაპირ ეთერში. დიდი